კასპის რაიონის სოფელ მეტეხის მოსახლეობას წლების მანძილზე სოფელში არსებული უამრავი პრობლემა აწუხებს. მათი განცხადებით ხელისუფლება ხალხის პრობლემებით არასოდეს დაინტერესებულა. სოფელ მეტეხის მოსახლეობა წლების მანძილზე უამრავ პრობლემას უჩივის. ისინი ცხოვრების გაუსაძლის პირობებზე და ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობენ. მეტეხელები აცხადებენ, რომ სოფელის სიღარიბის ზღვარზეა მისული და მიუხედავად იმისა, რომ მათი პრობლემები არაერთ გზის გაშუქდა კიდეც, მათი ერთი პრობლემიდანაც კი არავინ დაინტერესებულა. მეტეხის მოსახლეობა აცხადებს, რომ სასმელი და სარწყავი წყალი მათთვის მუდმივ დეფიციტს წარმოადგენს. სარწყავი წყლის გამო მოსახლეობა ერთმანეთთან მუდმივ კონფლიქტშია. სარწყავი წყალი საშურიანის თუ აღარ ირწვის არაფერი. აქ არის გამოსვლისა და სარწყავი წყალზე ჩხუბი არის. სუბარებით დავდებთ ერთი მეორესა, ვაგინებთ ლანძღამთ, რომ ცოტაც არის მოვწყარ. არა გვაქვს სარწყავი წყალი არ არის. მოსავ როგორია, აი მწვალებით არა, აი მოსავალი მოყვანასაა. საერთო უმრჩევრობა, პენსიების გაუცემლობა, ხელფასების მიუცემლობა და საერთო გაჭირება. ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი მთავრობა დღემდე ასრულებს თავის დაპირებულ სიტყვას დარჩა სარელა ფაქტად და თელი სოფელი გაჭირებაში ვართ. მიუხედავად სოფელში არსებული უამრავი პრობლემისა, მეტეხის მოსახლეობა ეგრეთ წოდებულ აშურიანის ველის საკითხს ყველაზე მტკივნეულად თვლის. მათი განცხადებით სოფლის კუთვნილი მიწები, რომლებსაც მეტეხელები საძოვრად იყენებდნენ, რამდენიმე პირის მიერ გაიყიდა და სოფლის მოსახლეობა საძოვრების გარეშე დარჩა. ისინი სოფლის საკრებულოს გამგებას, კასპის რაიონის სოფლის მეურნეობის და მიწის მართვის სამმართველოების უფროსებს ქრთამისაღებაში ადანაშაულებენ. ეს ხელმძღვანელი, ეს ჯემალ პატარხალაშვილი, ეს არის გასაგდები კი არა, ეს არის პასუხისმგებლობის მიზეზები. ახლა გააცხადა ასე, რომ მეუნება თუ არ მიმიჩევა, არ მომიწერია ხელო, საერთოდ მაგით ვიზის გარეშე არ შეიძლება მიწის გაცემა. მეუთხარი მით უმეტეს უარესი. რატო შენ მიწაწყალე შემოიწერა ვიღაც გარეშე პიროვნება და შენ არ მიაქცია მას ყურადღება. თამაგანი პარიშვილი არის ამ მიწათსარგებლობის კომისიის თავმჯდომარე. ეს ბანდიტი, ეს ბიჭიკაშვილი არის ამ მიწათ იმის რაღაც სამართლოს უფროსი. ერთად არის შენობაში კასპის თავზე მაგათია. ხო და ამას ეგლა ახედან ხოიჩი რომ ფული აქვს აღებული და როგორი ძნელია წეღანოთაკი ჯიბეში ჩადებული ფულის ამოღება უკან ძალიან ძნელია. მაგათვინ მე ეგენი ისეთი გაღვიძებული მაგათ რომ აი ხმიასებ რო ჩააყარო მთელისა არ გაცხებიან ეგეთ. მეტეხის თემის საკრებულოს გამგებელი ჯემალ პატარხალიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაა და მისი იჯარით გაცემა ჭიათურელ მეტარმეებზე კანონიერად მოხდა. რაც შეეხება მეტეხელების განცხადებას ქრთამისაღების თაობაზე, ჯემალ პატარხალიშვილი აცხადებს, რომ იგი ამ საქმეში სუფთაა და პოლიციას საქმის მოკლევისაკენ მოუწოდებს. 250 ჰექტარი დაახლოებით, რომელიც გადავიდა სახელმწიფო მიწის ფონდში. და მისი გამგებრება მოხდება მოქმედი კომისიის მიერ, რომელიც რაიონშია შემოღწეული და მიწის მართვის სპეციალურ სამსახურთან ერთად ერთობლივად. და იქაც მოახდინეს ხელშეკრულების გაფორმება ამ შემთხვევაში მევენახეებზე. მაგრამ ხალხი წინააღმდეგ გიწევიდა იმ მოტივით, რომ ჩვენ საძოვრები არ აღვაქვს და იმ ხელშეკრულებით კასაციის ფარდობსაც ჩვენ არ ვიღებთ. ეგ განცხადება შეიძლება თქვეს ერთმა მე, მაგრამ ეს უკვე კრიმინალია და მას შესაბამის სამსახურებმა თუ გამოიძიეს და მივიდნენ გადაწყვეტა რომ ვიღაცა ხელიურებია და დაუშვებინას ამ შემთხვევაში ჩემი ხელი მე მზად ვარ პასუხი ვაგო გამისცემაში. სოფლის საკრებულოს გამგებელისაგან განსხვავებით, მიწის მართვის სამმართველოს უფროსი კახაბი ჭიკაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი საძოვარს არ წარმოადგენდა. მისი მევენახეებზე იჯარით გაცემა კი კანონიერად მოხდა. ეს არის სახელმწიფო მისი საძოვარში გადაყვანა არანაირად არ შეიძლება. არის საუკეთესო ფართობი, რომელიც უნდა გაიცეს დღევანდელ ერებში იჯარი. აღნიშნული გამოცხადებული გადაჭი 200 ჰექტარი მოგმართეს კონკურსი ჩატარდა. მიწის მართვის სამმართველოს უფროსი თვლის, რომ მეტეხელების განაწყენება მათ მიმართ უსაფუძვლოა, რადგან სოფლის მოსახლეობის მიერ აშურიანის ველი წლების მანძილზე გამოუყენებელი იყო. კახაბი ჭიკაშვილი აცხადებს, რომ პოლიცია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევას აწარმოებს და მათი უდანაშაულობა მალე დამტკიცდება. თუმცა მოსახლეობას სამართალდამცავთა სიმართლესაც აღარ სჯერათ.